როგორ ვისაუბროთ რთულ და წინააღმდეგობრივ თემებზე? სწორი საუბარი ცვლის შეხედულებებს, მაგრამ როგორ ვესაუბროთ სხვებს ისე, რომ დიალოგი არ გადაიზარდოს კამათში? ფემინიზმი ნიშნავს, რომ ქალები კაცებზე მაღლა აყენებენ თავს. ზედმეტი მოსდით. ასე სულაც არ არის. ეს მხოლოდ შენი არასწორი წარმოდგენაა. დაამტკიცე, რომ ფემინიზმი ორივე სქესისთვის სასარგებლოა. მოიყვანე ისეთი მაგალითები, რომლებიც უფროს თაობას ადვილად ესმის. არ ისაუბრო შეტევით, მიაწოდე ფაქტები ისე, რომ მეორე მხარემ თვითონ გამოიტანოს დასკვნა. სინამდვილეში ფემინიზმი თანასწორობისთვის იბრძვის. მაგალითად, 1960-იან წლებში ბევრ ქვეყანაში ქალი ბანკში ანგარიშს ვერ ხსნიდა, მამის ან ქმრის ნებართვის გარეშე. დღეს კი ქალები წარმატებული ბიზნესმენები, მეცნიერები და ინოვატორები არიან. იცი, რომ ადრე მამებს არ ჰქონდათ დეკრეტული შვებულება და შვილებთან დროის გატარების შესაძლებლობა. ახლა კი ეს ნორმალურია. ადრე კაცი ბაღის მასწავლებლად ან სოციალურ მუშაკად ვერ იმუშავრობდა, რადგან ეს ქალური საქმე იყო. ახლა კი ეს სტერეოტიპები იმცროვა. ფემინიზმმა უთანასწორობის შემცირებას შეუწყო ხელი, რაც ხშირ შემთხვევაში თავად კაცებისთვისაც იყო საზიანო. ისწავლე, როგორ ისაუბრო. ცვლილება აქედან იწყება.